მოგესალმებით, მე გახლავართ ხატიანა დარეიშვილი, ფსიქოლოგი და მინდა გესაუბროთ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სახლში ხდება ძალადობრივი ქმედება და ასეთ დროს ბავშვი არ რეაგირებს ან რეაგირებს და ყურებში თითს იმაგრებს ან არ რეაგირებს. მოდით ეს ორი შემთხვევა განვიხილოთ. როდესაც ბავშვი არ რეაგირებს, ეს გულისხმობს იმას, რომ ბავშვისთვის ძალადობრივი ქმედება არის ნორმალიზებული, ის არაერთხელ არის შესწრებული აღნიშნულ ქმედებას ზრდასრულებისგან და ცდილობს თავდაცვის მიზნით, თითქოს არც არაფერი ხდება, ისე განაგრძოს ის აქტივობა, რომელსაც ის აკეთებს. თუმცა ყველაფერი ესმის და აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები იქნება ეს მშობლებს შორის კონფლიქტი, იქნება ეს ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი, აუცილებლად ექნება თავისი შედეგი სამომავლოდ. რა ფორმით იჩენს თავს წინ ამას ვერ განსაზღვრავთ, შესაძლებელია ძალიან მყისიერად საბავშვო ბაღში ან სკოლაში თანატოლებთან გამოავლინოს აგრესიული ქმედებით, ან ცხოველებთან გამოხატოს აგრესიული ქცევა, ან შესაძლებელია ვერ გამოხატოს და ზრდასრულ ასაკში იჩინოს თავი ისეთი ურთიერთობის ფორმაში, როგორიც არის მაგალითად თუ მშობლებს შორის არის კონფლიქტური სიტუაციები და რა ერთჯერადი ხასიათის, როგორც ვახსენეთ, უკვე შეჩვეულ მდგომარეობაშია ბავშვი, პარტნიორული ურთიერთობებში როდესაც დაიწყებს ის ცხოვრებას, მანდიჩენს ქცევის მოდელს აიღებს და თავს სამომავლოდ. რაც შეეხება, როდესაც ბავშვი თითებს ყურებთან მიიმდებს და ასე ცდილობს თავდაცვას ასევე გულისხმობს, რომ ძალიან დაიღალა, არ სურს აღნიშნული ქმედება მის ცხოვრებაში არსებობდეს და ამით ცდილობს თავდაცვას. ასაკიდან გამომდინარე, განვითარებიდან გამომდინარე, ბავშვები ცდილობენ გამკლავების თავისებური სტრატეგიები იპოვონ, რითაც აღნიშნულ ქცევებს შეამცირებენ ან ქცევის ეფექტს შეამცირებენ. ძალიან საწყენია და სამწუხაროა, როდესაც ზრდასრულები ვერ იაზრებენ, ან იაზრებენ და ვერ მართავენ საკუთარ თავს, საკუთარი ქცევები შეაჩერონ, როდესაც ისინი არიან ბრაზის მდგომარეობაში და კონფლიქტურ სიტუაციებს არ ერიდებიან არასრულწლოვანთან. ასეთ შემთხვევაში ზრდასრულებისთვის იქნება რეკომენდაცია შემდეგი სახის, შეძლონ და ისწავლონ საკუთარი ემოციების, ამ შემთხვევაში ბრაზის მართვა და ბრაზის მიზეზის გააზრების საფუძველზე კონსტრუქციული ფორმით გამოხატვა სიტყვით. ან ემოციის სხვა ხარისხით. ბრაზი ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანებს გვახასიათებს ბრაზი და ძალიანაც ასე ვთქვათ, უნივერსალური ემოციებიდან გამომდინარე ერთ-ერთი დამახასიათებელი მდგომარეობა ადამიანის, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკშიც ვიყენებთ. რაც შეეხება ემოციების უნივერსალურობას, ჩვენ გვაქვს ესე იგი, სიხარული, გაოცება, შიში, ბრაზი, სევდა, იგივე მოწყენა და სიხარულის ემოციები, რაც არის უნივერსალური, რაც ყველა კულტურის ადამიანისთვის, ყველა ასაკის ადამიანისთვის და ყველა სქესისთვის არის დამახასიათებელი ბუნებრივი. რაც შეეხება მნიშვნელოვან აქტუალურ საკითხს, რასაც მე შევეხე, ჩვენს ყოფით ყოველდღიურობაში ვაწყდებით, ჩემს სამუშაო პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევებია, როდესაც ბავშვებს უწევთ ოჯახურ კონფლიქტებს შეესწრონ და ჩემი რეკომენდაცია ზრდასრულებმა პირველ რიგში გაიაზრონ, რომ არის პრობლემა, აღნიშნული ქცევები, გააზრების შემდგომ მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები დაგეგმონ, ეს არის ისწავლონ, როგორ გაუმკლავდნენ ბრაზს, რაც წეღანაც ვახსენე. დიდი მადლობა, 5-წუთიანი ვიდეოში შევეცადე ამ მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხი მომეტანა თქვენთან, გამეშალა და იმედია დაგეხმარათ ეს ვიდეო თქვენი მცირე ფსიქოგანათლებისთვის. მადლობა.